თბილისის მერიისა და საკრებულოს ყველა სტრუქტურის თანამშრომლებს დაახლოებით 10,000 ადამიანს საახალწლოდ მე-13 ხელფასი გადაეცემა. ეს განცხადება გიგი უგულავამ დღეს საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღების დირექტორებთან შეხვედრისას გააკეთა. მერიისა და გამგეობის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან. 17 დირექტორი 10 დღიან სემინარზე თანამედროვე სწავლების კურსს და ბავშვებთან მუშაობის მეთოდოლოგიას გაეცნობა. ტრანსპორტი, საბავშვო ბაღები, დასუფთავება, მეტროპოლიტენი, სასტრაფო, მერიის და საკრებულოს აპარატული ყველა რაც კი სისტემა მთლიანად მერიას მოიცავს დაახლოებით 10,000 ადამიანისთვის მე-13 ხელფასის გაცემას. და მე იმედი მაქვს, რომ საკრებულო დაამტკიცებს და წინა საახალწლოდ ამ 10,000 ჩვენ თანამშრომლს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს თბილისელების კომფორტისთვის, თბილისელების სასარგებლოდ, ექნებათ საშუალება დამატებით მე-13 ხელფასი მიიღონ. მე ძალიან მიხარია, რომ მუშაობა მიწევს ბატონ გიგი უგულავასთან ერთად, რომელსაც აბსოლუტურად გააზრებული აქვს ყველა ის თანამედროვე მიდგომა, რომელსაც ითვალისწინებს დღეს ევროპული სტანდარტები და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის რომ ეს ევროპული გამოცდილება გაუზიაროთ სხვადასხვა მიმართულებით და დღეს ამ შემთხვევაში მოსარგებლე იქნება უკვე ჩვენი ბაღის გამგეები. გვაქვს გარკვეული ჩანაწერები, რომლებიც გიცემ გერმანელ კოლეგებს გააცნობს იმას, თუ რა ხდება და როგორ მუშაობენ დღეს თქვათ საქართველოში საბავშვო ბაღები. ჩვენ ანალოგიურად ვცდილობთ იქედან გერმანელი კოლეგებისაგან მივიღოთ შესაბამისი გამოცდილება.